ეს არის დღის არხი რადიო იმედზე ზაზა ჭიტანავასთან ერთად. კიდევ ერთხელ მოგესალმებით რადიო იმედის პირდაპირ ეთერში განვაგრძობთ მუშაობას 16 საათი 15 წუთი გახლავთ ჩვენ სტუდიაში საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილეს ლევან მაჭარიანს მასპინძლობთ მივესალმებით მას. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა სტუმრობისთვის ბატონ ლევან. ჩვენი დიალოგი და შიდა პოლიტიკურ პროცესებზე საუბარი თალსახად უნდა დავიწყოთ იმ პრობლემით, რომელიც უკავშირდება მეტეო სიტუაციას, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, კონკრეტულად გურიაში და სტიქიური უბედურებაც თან დაერთო პოლიტიკური ვაჭრობისა თუ დაპირისპირების იმ ტალღას რისპონზეც ჩვენ ვართ არჩევნების შემდეგ. პირველ რიგში გითხარით ამ დროისთვის რა ვითარებაა თქვენი მონაცემებით რეგიონში და როგორია მოლოდინი თუ გამკლავების ის მექანიზმები, რაც სტიქიურმა უბედურებამ შექმნა საჭიროების სახით. ხო, სამწუხაროდ სტიქია, რომელიც დასავლეთ საქართველოში და ძირითადად იქ ყველაზე უფრო ისე გამოვყოფთ მაინც გურიას, აჭარას, იმერეთს, სადაც ყველაზე რთული სიტუაცია არის, თქვათ გურიაში დღემდე არ არის შეწყვეტილი თოვა, თუმცა მთელი სახელმწიფო ჩართულია ყველა სტრუქტურა, ეხლა იქ მუნიციპალიტეტებით დაწყებული, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ტექნიკა მთლიანად მობილიზებული არის და 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, უკვე რაღაცა პროგრესი მიღწეულია, თუმცა კიდევ არის დარჩენილი ისეთი სოფლები, სადაც ფიზიკურად ჯერ გზა არ არის გაწმენდილი, გეგმის მიხედვით დღეს უკვე ეგ სამუშაოებიც უნდა დასრულდეს. იქ საკოორდინაციო შტაბი არის პრემიერის ხელმძღვანელობით, ყველა მობილიზებული არის, რა თქმა უნდა და მუდმივ რეჟიმში გვაწვდიან ჩვენ საზოგადოებას ინფორმაციას თუ რა ვითარება არის და ძალიან დიდი მეც ვიტოვებთ, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე მორჩება და ის თოვლიც გადაიღებს, რომ უფრო გაადვილოს კიდევ სამუშაოები. ხა აჭარაში უკვე უფრო შემსუბუქებული არის, რა თქმა უნდა, სიტუაცია, ძირითადი არის ახლა უფრო ეს გურიის ნაწილი დარჩენილი, სადაც თუ არ ვცდები დაახლოებით 35-40 სოფელი იყო დილის მდგომარეობით, დილის მონაცემებით, სადაც ასე ვთქვათ, ჯერ გაკვალული არ იყო გზა, თუმცა მუდმივი კომუნიკაცია არის, რა თქმა უნდა, ყველა მაცხოვრებელთან, შეუფერხებლად მიმდინარეობს იქ სურსათის მედიკამენტების მიწოდება, საჭიროებისამებრ და შესაბამისად სახელმწიფო, რა თქმა უნდა, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას. ძალიან სამწუხაროა, ეხლა თქვენ რასაც შეეხეთ, როდესაც თქვა ჩვენი ოპონენტები ესეთ სიტუაციებით ცდილობენ, რომ რაღაცა სარგებელი ნახონ და რაღაცა ტიპის პოლიტიკური დივიდენდები დაიწერონ. ეხლა შორსაც რომ არ წავიდეთ, 2 წლის წინ იყო რაჭაში, როდესაც ეს შოუის ტრაგედია ყველას გვახსოვს, სტიქია და ფაქტობრივად იგივე სცენარი ვითარდება, სადაც ისინი ცდილობენ რაღაცა პოპულისტური ნაბიჯების გადადგმას, ყველაფერში თქვათ იქ ხელისუფლების დადანაშაულებას თვითონ სტიქიაშიც და ასე შემდეგ. ეს ძალიან სამწუხაროა და ეხლა დეზინფორმაციის კამპანიასაც თვალყურს ვადევნებთ. ჩვენ ეს Facebook-ითაც ხორციელდება, ოპოზიციური მედია საშუალებებითაც ხორციელდება, სადაც ნაცვლად იმისა, რომ ესეთ დროს არ აქვს მნიშვნელობა როგორი პოლიტიკური გემოვნება და ყველანი უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, გაერთიანებულები, იყენებენ ისევ თავიანთი რაღაცა ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის და ავრცელებენ იქ ინფორმაციებს, თქვათ კონკრეტულ ოჯახებთან დაკავშირებით, რომ თითქოს იქ რაღაცა მსხვერპლია, შემდეგ უკვე უკავშირდებით ამ ოჯახებს და ისინი ამას ყველაფერს, რა თქმა უნდა, უარყოფენ. იქ გუშინ ვიხილე ძალიან ისეთი კომედიური კადრი იყო, სხვათა შორის ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენლის მხრიდან, თუ არ ვცდები, ასკურავა არიგვარად, როდესაც მას ჩართული ჰქონდა ტელეფონი, არ ეგონა რომ ჩართული ჰქონდა და იქ რაღაცას იღებდნენ და არა ეს არ გვაწყობს, არ გადავიღოთ, აქ ტექნიკა მუშაობსო და ეხლა ეს მათი ხელწერა არის, ხო აქ გასაკვირი არაფერი არ არის, სამწუხაროდ საქმე გვაქვს ესეთ ადამიანებთან, რომლებსაც მე ძალიან მინდა რომ ესე არ იყოს, თუმცა ჩემი ვარაუდია რომ ტრაგედიები მათ უხარიათ და გული დაწყდათ, მაგალითად ქალბატონმა მზია ამაღლობელმა რომ შეწყვიტა შიმშილობა იქ ძალიან სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა იქ
როდესაც ბავშვები გარდაიცვალენ, ცოტა ხნის წინ, როდესაც იქ ესეთი სიტუაცია იყო და იქაც თქვა პოლიტიკური გულების დასაწერად იყენებდნენ ამ ყველაფერს. და ნებისმიერ ესეთი შემთხვევა, თქვა იქ ვაკის პარკის თემა რომ იყო ბავშვი რომ დაიღუპა სამწუხაროდ, ხო, რამდენიმე წლის წინადელი თემა არის და ყოველ ასეთ შემთხვევას სამწუხაროდ იყენებენ ესეთი ბოროტი მიზნებისთვის და როგორც თქვი, მე არ ვიცი, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მე ვცდები, მაგრამ შაბეჭდილება მრჩება რომ უხარიათ ესეთი თემები და რაც უფრო მეტი ესეთი თემა არის, შემდეგ რომ შეძლონ მეტი სპეკულაცია, მათთვის ეს არის მომგებიანი მათი გადმოსახედიდან, მაგრამ ღმერთი ამ ყველაფერს ხედავს და რა თქმა უნდა ეს ამორალური საქციელი წინ დახვდებათ მათ. ასაგებია. თქვენ ამას წინათ კიდევ ერთი განცხადება გქონდათ, სადაც ყურადღებას აქცევდით რადიკალური ოპოზიციის და Deep State-ის კომუნიკაციას და ამბობდით, რომ კვლავ Deep State-ის კონტროლქვეშაა და მას შემდეგ რაც ტრამპი და მისი ადმინისტრაცია მოვიდა ხელისუფლებაში, Deep State-ის გაგებას საერთოდ სხვა განმარტებები, სხვა ღირებულება მიენიჭა და უფრო ახმადი გახდა საერთოდ ის რაც ადრე რიგითი მითქმა მოთქვის თუ სპეციალისტების ნაკლებად განხილვის საგანი იყო და ხელშეუხებლად ჩანდა. ამ თვალსაზრისით ალბათ საინტერესო არის და მნიშვნელოვანი იგივე მისი თანამოაზრის ილონ მასკის განცხადება რამდენიმე საათის წინ, როდესაც ესეც აგულისხმოა, რომ ამერიკის ახალი პრეზიდენტის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის პირველი შეხვედრის და კრების დროს პირველივე შეხვედრაზე დგება ილონ მასკი და ამბობს, რომ რადგან იგი ცდილობს სახელმწიფო ხარჯების შემცირებას და ესეთ რადიკალურ ზომებს ღებულობენ, მას ემუქრებიან. ეს ალბათ მრავლის თქმელია და საუბარი მიმყავს იქით ის განცხადებები, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების ამ შემთხვევაში ალბათ მაინც ისეთ ფოკუსში არის USAID, რომელთან მიმართებაშიც ტრამპის ადმინისტრაციამ ქმედებები განახორციელა და საერთოდ ითქვა ბევრი რომ ეს არის head office, მაგრამ მის გაგრძელებებს სოფლიო მასშტაბით, ასე ვთქვათ, გაგრძელებებში და ფილიალებში ეს მგრძნობელობა იქამდეც მივა ტალღისებური ეფექტით. აი ამ შემთხვევაში თქვენ საუბრობდით განცხადებაში რადიკალური ოპოზიციის და Deep State-ის კომუნიკაციაზე, თუმცა თუ იქ ასეთი სიტუაცია რთულია, საერთოდ იცვლება USA-თან დაკავშირებით მიდგომა თუ კონცეფციური მისი საქმიანობა, მის და საერთაშორისო ორგანიზაციების ამერიკის მხრიდან წამოსული თუ სხვა პოლიტიკური მხარდაჭერის ის მექანიზმები, რაც აქამდე იყო, თქვა, დემოკრატების წყობის ფორმატში, ასე ვთქვათ, სისტემა შექმნილი, მისი რღვევის შემდეგ დემოკრატებთან პოლიტიკური მოკავშირეების გრადობა როგორი იქნება პერსპექტივაში. იმიტომ რომ ტრამპი საერთოდ სხვა მოცემულობას და სხვა განზომილებებს თამაშობს. ნუ ეხლა რაც ბატონმა ილონ მასკმა განაცხადა, ეს ეხლა გასაკვირი არავისთვის არ უნდა იყოს, ვინაიდან ბატონი ტრამპი მთელი თავისი ადმინისტრაციით დაუპირისპირდა ძალიან სერიოზულ ძალებს. და ბატონი ილონ მასკი არის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელიც პირდაპირ ამხელს ამ ძალებს. შესაბამისად, მათი პირველი სამიზნე ბატონი ტრამპის შემდეგ, რა თქმა უნდა, არის ბატონი ილონ მასკი, თორე ბატონი ტრამპი რომ ნომერ პირველი სამიზნე იყო, ეს არჩევნებამდე რამდენიმე თვითადრეც კარგად გამოჩნდა და მადლობა ღმერთს იგი გადარჩა სასწაულებრივად. კენედის ისტორია არ განმეორდა. კი ბატონო. ხა Deep State-თან დაკავშირებით ჩვენ ძალიან ბევრ საუბრობდით, უბრალოდ მაქსიმალური სიფრთხილით და წითელ ხაზებს ჩვენ არ ვკვეთით, ვიდრე ჩვენ რა თქმა უნდა პატარა სახელმწიფო ვართ და ჩვენ უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მეც სიღრმეში არ შევდივართ. ხა ჩვენ ამ ძალებს პირობითად გლობალურ ომის პარტიას უწოდებდით. მნიშვნელობა არ აქვს რას დაარქმევ, ხო? ფაქტია რომ ეს ძალები არსებობს, ფაქტია რომ ამ ძალების გავლენის ქვეშ არის გავლენის ქვეშ არიან ბიუროკრატები ბრიუსელში, გავლენის ქვეშ იყო ამერიკის წინა ადმინისტრაციის ბიუროკრატია და ასევე ნუ ხა იქ ბრიტანეთზეც რო ვისაუბროთ, პირდაპირ ქალბატონი ლისტრასი გამოდის, უკვე მეორე ინტერვიუს მოусმინე მისას, სადაც პირდაპირ ამბობს, შევახსენებ ჩვენს მსმენელს, რომ ეს არის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ყოფილი 2021-22 წლებში იყო თუ არ ვშტები პრემიერ-მინისტრი, სულ ახლახანს, რომელიც პირდაპირ საუბრობს, რომ მის სამუშაოს ხელი ეშლებოდა იქიდან გამომდინარე, რომ იგი გადაწყვეტილებებს ვერ იღებდა
და Deep State-ი უფრო ღრმად არის, ასე ვთქვათ, მის Deep State-ის ფესვები უფრო ღრმად არის ბრიტანეთში, კიდევ უფრო ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეხლა ეს ძალები უფრო ინაცვლებენ ევროპისკენ, ვინაიდან ტრამპმა ძალიან სერიოზული ბრძოლა გამოუცხადა და მან ფაქტობრივად პირველი კვირას როგორც კი მან დაიკავა ოვალური ოფისი, უკვე რამდენიმე განკარგულებას მოაწერა ხელი, სადაც დაიწყო Deep State-ის წმენდა, ესე რომ ვთქვათ, თვითონ ბიუროკრატიული უწყებებიდან, სახელმწიფო სტრუქტურებიდან და ასე შემდეგ, ათასობით თანამშრომლის დათხოვა ხდება ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან, ვინაიდან ეს თანამშრომლები ასოცირდებოდნენ Deep State-თან. ეხლა ეს USAID, NED და ასე შემდეგ, ეგ Deep State-ის ხელში ძალიან მძლავრი ინსტრუმენტები იყო, ეს არის რბილი ძალა ჩვეულებრივად, რომელიც კონკრეტულად რომელიღაცა ქვეყანაში შედის, რა თქმა უნდა, რაღაცა სიკეთესაც აკეთებს, ეხლა რო გვეუბნებიან ეს რადიკალური ოპოზიციის და NGO-s წარმომადგენლები, რომ აი რაღაცა სიკეთეებიც აქვს თუ გაკეთებული კი ბატონო, ეს არავის არ უყვირს. ანუ რაღაცა ავტორიტეტი რო შეიქმნა და ნდობაში რო შეხვიდეს საზოგადოებასთან, რაღაცა სიკეთე უნდა გააკეთო თავისთავად. მაგრამ მეორეს მხრივ, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, რაც ეფექტურობის დეპარტამენტმა მოახდინა, ჩვენ ხედავთ, რომ როგორც USAID, ისევე NED ასობით ქვეყანაში დაკავებულები იყვნენ მავნებლური საქმიანობით, ძირის გამომთხრელი სამუშაოებით, რევოლუციური სცენარების მოწყობებით სხვადასხვა ქვეყანაში, ჰარმონიული ცხოვრების დარღვევაში, რაღაცა LGBT პროპაგანდის მოხმოვაში, იდენტობის განადგურებაში კონკრეტულ ქვეყნებში და ეს ყველაფერი ჩვენ საქართველოშიც ვნახეთ და ეხლა მე მაგალითად ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დამისვა შეკითხვა, რომ რაღაცა მაგალითები ჩამომითვალა, რომ აი ეს კაი საქმე აქო გაკეთებულიო და მაინცო ესეთი განწყობა რატო გაქვთო USAID-ის მიმართო და ეხლა მე ძალიან მარტივად უპასუხე, რომ შენ თუ თავში მე მეტყვი, რომ მე რაღაცა ეს სიკეთე უნდა გაიკეთო, მაგრამ მეორე მხრივ შენ თუ აპირებ, რომ რევოლუციით შეცვალო ქვეყანა და დაანგრიო, თქვა ქვეყნის იდენტობა და ებრძოლო ჩვენს რწმენას ჩვენ ქვეყანაში და ასე შემდეგ, მე თავშივე გაგიცხადებ, რომ არ მინდა შენი სიკეთეც არ მჭირდება არაფერი, ჩვენ ქვეყანა შეეშვი თავი დაანებე და მაცალე რომ ნორმალურად გავაგრძელო ცხოვრება. ხო, ძალიან მარტივია ეხლა სასწორის ერთ მხარეს თუ დგას რაღაცა დახმარება და მეორე მხარეს ის თუ დგას რომ ზურგში დანა უნდა დამარტყა, მე არ მჭირდება ეგ და თავშივე გაგიცხადებ, რომ არ მჭირდება ესეთი რაღაცა. ეხლა სამწუხარო არის ის, რომ ევრო და ამასაც რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაცია აცხადებს და ეს ქართული ოცნების ასე ვთქვათ ნარატივი არ არის და ქართული ოცნების შეთქმულების თეორიებს რო ეძახდნენ ჩვენი ოპონენტები რაღაცეებს ძალიან ნაკლებად სავარაუდოა რომ ბატონი დონალდ ტრამპი და ბატონი ილონ მასკი აყოლებულები იყვნენ ქართული ოცნების რაღაცა პროპაგანდას ხო ეს რეალობაა და ჩვენ რაზეც სიფრთხილით საუბრობდით რეალობაზე რა თქმა უნდა ამ ხალხს აქვს გაცილებით მეტი მეტის თქმის საშუალება ვინაიდან ეს ამერიკის შეერთებული შტატებია და არა საქართველო ანუ პირდაპირ აცხადებენ რომ ჭარბი გავლენები არის ბრიუსელის ბიუროკრატების ხელში და პირდაპირ მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რომ წინ წამოწიონ თავიანთი ქვეყნის სუვერენიტეტი ვინაიდან მთლიანად კონტროლდებიან ბრიუსელის ბიუროკრატებისგან რომლებიც თავის მხრივ კონტროლდებიან იქ ჯორჯ სოროსზე არის საუბარი ხა ჯორჯ სოროსი არის იმ Deep State-ის უბრალოდ ფრონტის მოთამაშე თორე ეს არ არის ისეთი ფიგურა რომელიც თქვა იმ გადაწყვეტილებებს იღებს რა გადაწყვეტილებებსაც კი ბექებში კიდევ უფრო ძლიერი ძალები არის ძლიერი ძალები არიან რა თქმა უნდა და ეს ყველაფერი ნუ ერთ რას გვაჩვენებს იმას რომ 3 წლის განმავლობაში რაზეც ქართული ოცნება დიდი სიფრთხილით საუბრობდა ის ჩვენი გზავნილები ის ჩვენი გადადგმული ნაბიჯები ჩვენი გატარებული პოლიტიკა თურმე აღმოჩნდა რომ სრულ თანხმედრაში არის ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან არა მხოლოდ ღირებულებებით ნაწილში და რო არ გვიწევს უკვე ამერიკისთვის იმის მტკიცება რომ მარტივი ჭეშმარიტების რომ ხალი და კაცი არსებობს და სხვა სქესი არ არის და ოჯახური ღირებულებები რო ძალიან მნიშვნელოვანია და ასე შემდეგ ანუ თვითონ პოლიტიკაში და გზავნილებში სრული თანხმედრა არის და ჩვენ ამით რა თქმა უნდა ძალიან მოხარულები ვართ თუმცა ამის გამო ჩვენ ძალიან გვაკრიტიკებდნენ წინა 3 წლის განმავლობაში მოგეხსენება თვითონ ამერიკული მხარეც ყოფილი ადმინისტრაციას მეთიუ მილერი მინდა შეგახსენოთ რომელიც დღე არ გადიოდა რომ საქართველოსი არ დაეწყო თავისი პრესკონფერენცია ჟურნალისტებთან ხომ და რაღაცა დეზინფორმაციის გავრცელება და ასე შემდეგ აქედან გამომდინარე აქეთა მხარეს ყველაფერი არის თანხმედრაში ძალიან მოხარულები ვართ რწმუნდება ჩვენი ამომრჩეველი თუ ნებისმიერი მოქალაქე ვინ ჩვენ ხარს არ გვიჭერს ის ადამიანებიც დიდი ნაწილის უკვე რწმუნდებიან იმაში რომ უალტერნატივა იყო ის პოლიტიკა რაც ქართულმა ოცნებამ გაატარა ის რომ 3 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ადმინისტრაცია ევრობიუროკრატები ევროპელი ლიდერები ატყუებდნენ თელ მსოფლიოს იმასთან დაკავშირებით რომ უკრაინა თითქოს და ომში იმარჯვებდა ეს ქართული ოცნების სიტყვები არ არის შეიძლება ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილით გვეთქვა მაგრამ მარკო რუბიო საუბრობს პირდაპირ ამასთან დაკავშირებით რომ ეს იყო პირდაპირ ყველაზე დიდი უსინდისობა და უნამუსობა და გულისხმობს ამერიკის შეერთებული შტატების
ყოფილ ადმინისტრაციას და ევროპელ ლიდერებს, როცა ჩვენ მთელი მსოფლიო 3 წლის განმავლობაში ვაცხოვრეთ ტყუილში, რომ თითქოს უკრაინა ომს იგებსო, ხო? და რა ხდება დღეს სხვათა შორის ბატონ ტრამპს ისევ ესე იგი ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციამ ვერ მოითმინა ვერც მათმა მედია საშუალებებმა, ნუ ისინი დავალებებს deep state-დან იღებენ, deep state-ის წერია ტრამპი, შესაბამისად უკვე გამოაცხადეს ტრამპი მტრად, უკვე გამოაცხადეს ტრამპი პუტინის აგენტად, პუტინის კაცად, ეს 4 წლის განმავლობაში მათი რიტორიკა ასეთი იყო, შემდეგ თითქოს და მოჩვენებითად ჩვენ საზოგადოებას აჯერებდნენ, რომ იქ რაღაცა ტრამპთან ახლოვდებოდნენ, იქ ინაუგურაციაზე მიიპატიჟეს, ზოგმა ფოტო დადო ქუჩიდან, ზოგმა რაღაცა კალათბურთის დარბაზიდან და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ მაინც ვერ მოითმინეს, დავალება მიიღეს და დაიწყეს ბატონი ტრამპის ლანძღვა, რომ თურმე რატო ელაპარაკება იგე რუსეთს. და მოდი ყველას მინდა მაშინ მე ვკითხო, რომ თუ რუსეთთან დიალოგი არ დაიწყებოდა, როგორ ვითარდებოდა სიტუაცია? ისევ ტყუილში უნდა გვეცხოვრა და უკრაინა ბოლომდე უნდა განადგურებულიყო? ან მეორე ვარიანტია, რომ ნატო ჩართულიყო ომში და დაწყებულიყო მესამე მსოფლიო ომი, ბირთვული ომი? ანუ რუსეთთან საუბარს ალტერნატივა ხომ არ აქვს? და ფაქტია, რომ დღეს შეცვალეს უკაცრავად ჟარგონისთვის და პლასტინკა იმ ევროპის ლიდერებმაც და ასე შემდეგ და ამბობენ, რომ კი ბატონო, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს და ეს ომი უნდა დასრულდესო და სანამ ბატონი ტრამპი მოვიდოდა ხელისუფლებაში, მაშინ რატომღაც ყველა ამბობდა, რომ უკრაინამ ბრძოლა უნდა გააგრძელოს და უკრაინა იმარჯვებს რუსეთთან, ხო? მადლობა ღმერთს, რომ ბატონმა ტრამპმა გაიმარჯვა, თორემ ეს ტრაგედია არ დასრულდებოდა, ან ყველაფერი გადავიდოდა მესამე მსოფლიო ომში და კიდევ უფრო დიდი ტრაგედია მოხდებოდა მსოფლიოსთვის. შესაბამისად გაიმარჯვა ბატონმა ტრამპმა, დაიწყო რუსეთთან მოლაპარაკებები, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ომი დასრულდება. ომი როგორც კი დასრულდება, ის ინტერესი, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ იყო მესამე 2023 წლის თებერვლიდან მოყოლებული, რომ მეორე ფრონტი გაიხსნა საქართველოს, ის ინტერესი თავისთავად მოიხსნება. ვისაც ამისი არ ჯერა, რომ დახურულ კარს მიღმა იყო კონკრეტული საუბრები, იმათ გასაგონად ვამბობ, რომ აი მოდი ყველა კარგად დაფიქრდეს. თქვა არ ჯერა, რომ დახურულ კარს მიღმა, ამას ძალიან მკაცრად მოგვიწოდებდნენ ჩვენ, ხო? საქართველოს არაპატიეს უფრო გავამარტივებთ ემას. საქართველოს არაპატია კოლექტიურმა დასავლეთმა ინდივიდუალური მანევრის მოთხოვნის უფლება. ვინაიდან ჩვენ იგივე რიტორიკით ვერ დაველაპარაკებოდით რუსეთს, რაზეც საყვედურობდნენ, ჩვენ სანქციებს ვერ დაუწესებდით რუსეთს, ჩვენ მოხალისეებს საქართველოსდან ვერ გაუშვებდით, ჩვენ შეიარაღებას ვერ გადავცემდით უკრაინას. ვინაიდან თუ ამ ყველაფერს აკეთებდა რომელიმე კონკრეტული ქვეყანა, ვისაც იცავს ნატოს ქოლგა, მას ამის საშუალება არ აქვს, რა თქმა უნდა, ხო? ჩვენ ამის საშუალება არ ქონდა და უსაფრთხოების გარანტიასაც არავინ არ გვაძლევდა და სანქციები რომ დაგვეწესებინა და ეკონომიკა რომ წავიდოდა -10-დან -18%-მდე არის დათვლილი, მოდელირებული არის ეს ყველაფერი, ანუ რო დაინგრეოდა ჩვენი ეკონომიკა, ეკონომიკურ გარანტიებსაც არავინ არ გვაძლევდა. და ჩვენ ვერ გვაპატიეს ის, რომ ჩვენ ინდივიდუალური თამაში მოგვიწია, ხო? ეს იმათ გასაგონად ვამბობ, ვისაც დღემდე არ ჯერა რომ მეორე ფრონტის გახსნას ითხოვდნენ, თორემ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მეორე ფრონტის ნაწილი იყო და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ძალიან სწორი ნაბიჯებით ვიარეთ, მიუხედავად იმისა, რომ წნეხი იყო უზარმაზარი შიდა აქტორების მხრიდან, NGO სექტორის მხრიდან, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათი მფარველების მხრიდან, გახსოვთ როგორი წნეხის ქვეშ ვიყავით ჩვენ, როგორი შანტაჟი იყო, შანტაჟი ბიძინა ივანიშვილზე კონკრეტულად, რამდენიმე მილიარდის გაყინვა, ეგონათ რომ რაღაცა მილიარდების სანაცვლოდ ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამნაბის გადაადგმევინებდნენ, იქ ელჩის გაწვევა, ჩვენი ელჩის გამოგდება უკრაინული მხარის მხრიდან, ეს 4 რევოლუციური მცდელობა და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ძალიან მყარად ვიდექით, ვინაიდან ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ჩვენ ვართ ამ ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი და ეს მუდამ ასე იქნება. გასაგებია. ამასობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სტამბოლში, თურქეთში, ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულოში რუსი დიპლომატებისა და ამერიკელი დიპლომატების შეხვედრა იმართებოდა, ეს ერთგვარი გაგრძელება საუდის არაბეთში დაწყებული კომუნიკაციისა, ანუ ის მიმართულება, რაზეც ტრამპი საუბრობს ამერიკის ხელახალი პრეზიდენტის რანგში, რომ ეცდება ძალიან სწრაფად დაასრულოს საომარი მოქმედებები უკრაინაში, კიდევ ერთი კონკრეტული ქმედითი ნაბიჯია და ჩვენ საუდის არაბეთში მათი შეხვედრის შემდეგ ვნახეთ ცალკე ევროპა და ცალკე უკრაინა ითხოვდნენ ამ მოლაპარაკებათა და მაგიდის პარლებში ადგილს, იმიტომ რომ ამბობდნენ, რომ ჩვენ თავარი მონაწილეები ვართ. ეს საგარეო პოლიტიკაა და რა როგორ განვითარდება ცალკე საკითხია, თუმცა კითხვა მიმყავს შემდეგისკენ. ჩვენ ვხედავთ ამ გარკვეული თვალს მიჩვეული საერთაშორისო წესრიგისა თუ სურათის რღვევას, გადავდივართ სხვა მოცემულობაში და ამ სხვა მოცემულობაში თქვენც ამაზე საუბრობდით, რომ საქართველოს ცდილობდა საგარეო ჭრილში თადარიგი დაეჭირა და ახალ კონსტრუქციაში თავისი ადგილი დაიმკვიდროს.
ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ გვაქვს არჩევნების შემდეგ ის ვითარება, რომელიც რუსთაველის პროსპექტზე გრძელდება კვლავ და საგარეო გამოწვევებთან ერთად არჩევნების დასრულების შემდეგ გამოწვევად რჩება გარკვეულწილად ის პროცესები, რაც ახლა არის მმართველი პარტიისთვის, ხო? და ყველაზე მნიშვნელოვანია შიგნით, ასე ვთქვათ, შესაძლებლობების კონსოლიდაცია და შემდეგ უკვე გარდაუვალი გარე ფაქტორების სწორად გამკლავება. შიდა პოლიტიკურ ველზე სიტუაციის განვითარების რა პროგნოზი გაგაჩნიათ და როგორ უყურებთ ახლა მიმდინარე მოვლენებს? ჩვენ შიდა პოლიტიკურ ველზე და არაერთხელ გვისაუბრია ამასთან დაკავშირებით, რომ 2000 და ბოდიში აქვე დავძენ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ფარა იქნება თუ მედიასთან დაკავშირებული, ესეც კიდევ ცალკე კომპონენტია, რომელიც აი ამ 2022 წლის შემდეგ ჩვენ გავიარეთ 4 რევოლუციის ცდელობა, თუმცა სახელმწიფო რა თქმა უნდა თავის ინსტიტუტებით მოწოდების სიმაღლეზეა და არ დაუშვებს რევოლუციას საქართველოში. ხა ჩვენ ასევე მეორე გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ეს არის პირდაპირ დაანონსებული, ხა ბატონ გახარიას წამოწდა ეს, როდესაც ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა, რომ პირველი ფაზა არისო, რომ რამენაერად უნდა მოვახდინოთო ქართული ოცნების რევოლუციური გზით ჩანაცვლებაო 20-იანვრამდეო ბატონი ტრამპის ინაუგურაციამდეო და ეს თუ არ გამოგვივა, მეორე ფაზა უნდა იყოს უკვე ქვეყნის ეკონომიკური იზოლაციაო და ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემების შექმნა. ხა რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანი იქნება თუ პოლიტიკური ჯგუფი იქნება, ვინც აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ თავისი ქვეყანა ეკონომიკურ იზოლაციაში მოაქციოს და ასე ეკონომიკური პრობლემები შეუქმნას, ნუ ეს ხა უკაცრავად, ესე უხეშად რომ ამბობ, მაგრამ პირდაპირ ღალატის ტოლფასია, ხო? ეხა საწინააღმდეგოს მე ვერავინ ვერ დამიმტკიცებს ვერაფერს. მაგრამ არც ეს არ გამოუვა და ქვეყანა ვითარდება და ნახეთ 2024 წელიც ჩვენ როგორ დავხურეთ 9.5% იყო ეკონომიკური ზრდა და ბოლო 4 წლის გასაშვალოებული ეკონომიკური ზრდით ჩვენ ევროპაში ვიკავებთ პირველ ადგილს. ეს მხოლოდ ჩვენი სტატისტიკის მონაცემები არ არის და ფინანსთა სამინისტროს მონაცემები არ არის. ეს შეუძლია ნებისმიერ სურვილს გადაამოწმოს სოფლიო ბანკთან, ან საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მათივე პროგნოზით 2030 წლამდე მინიმუმ ეს ტენდენცია გაგრძელდება და საქართველოს ეკონომიკური ზრდით ევროპაში იქნება პირველ ადგილზე და შესაბამისად ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დაპირება რაც არის ჩვენი ამორჩევლისთვის, რომ 2028 წელს საარჩევნო დაპირებას გულისხმობთ, უმუშევრობა და სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა უნდა იყოს 4%-ზე ნაკლები. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დაპირება შევასრულოთ და აუცილებლად შევასრულებთ. ეხლა რაც შეეხება თვითონ შიდა პოლიტიკურ განვითარებას რაღაცა მოვლენების, ხომ? ეხლა ჩვენ ხედავთ, რომ ოპოზიცია არის, ნუ ფაქტობრივად, არ ვიცი, ეხლა ბრადავარქვა, ძალიან ცუდ დღეში არიან, ხომ? ესე მსუბუქად რომ ვთქვათ, იქიდან გამომდინარე, რომ ერთის მხრივ ხედავენ, რომ არაფერი არ გამოსდით რევოლუციის კუთხით, მეორე მხრივ ხედავენ, რომ ეკონომიკური იზოლაციის კუთხით და ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემების შექმნის კუთხით არაფერი არ გამოსდით და მესამე მათთვის ყველაზე მტკივნეული დარტყმა იყო ის, რომ USAID-ის და NED-ის დაფინანსება მათ გადაეკეტათ. ანუ ჩვენ ამ თემებზე ძალიან დიდი სიფრთხილით საუბრობდით, თუმცა როგორც უკვე აღნიშნეთ, ბატონმა მასკმა გამოაშკარავა USAID-ის და NED-ის ბოროტის ზრახვები არა მარტო საქართველოში, არამედ ასობით ქვეყანაში. და შესაბამისად დარჩნენ ჩვენი რადიკალები მხოლოდ ევროპული დაფინანსების იმედზე და ნუ იქ სოროსის სხვადასხვა ფონდების დაფინანსების იმედზე. EID არის ყველაზე მსხვილი დონორი ორგანიზაცია, ევროპის დემოკრატიული ფონდი და ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც USAID და NED აფინანსებდნენ არაჯანსაღ პროცესებს საქართველოში, ასევე EID-ც ანალოგიურ შვება და ბატონმა შალვა პაპუაშვილმა არაერთხელ მიმართა, მაგალითად პაულ ჰერჩინსკისთან ჰქონდა შეხვედრები, შემდეგ წერილი მიწერა უკვე ოფიციალურ ხარეს, რომ იქნებ EID-მ გაასაჯაროოს თუ რაში იხარჯება ფული საქართველოშიო და 6 თვის თავზე მიიღო რაღაცა ძალიან ბუნდოვანი პასუხი, რომ EID ამას არ გაასაჯაროებს, ხო? შესაბამისად ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ EID-ს ემსახურება ძალიან ბოროტ საქმიანობა საქართველოში. ეხლა ჩვენ რატომ დავაყენეთ გამჭვირვალობა დღის წესრიგში 2023 წელს და შემდეგ უკვე 2024 წელს მივიღეთ ყველაზე მსუბუქი კანონი, რაც კი სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედებს და იცით რომ ბევრი ქვეყანაა, ხო? ეხლა საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი, ზელანდია, სლოვაკეთი, ავსტრალია და ასე შემდეგ, სადაც მსგავსი კანონები მოქმედებს და ჩვენი არის ყველაზე მსუბუქი ფორმი. შემდეგ უკვე კანადამაც მიიღო ჩვენს მერე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვიცოდით ისედაც ინფორმაცია ქონდა თუ რას აფინანსებდნენ ესეთი ტიპის დონორები და გვინდოდა ქვეყანაში გამჭვირვალობა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეს მარტივი კანონი მიღებულია,
ყველაზე მსხვილი NGO ორგანიზაციები, რომლებზეც ყველაზე მეტი ეჭვი გვაქვს, რომ ამ მავნებლობაში არიან ჩართულები, არ რეგისტრირდებიან გამჭვირვალობის რეესტრში და ურჩევნიათ, რომ გადაიხადონ ჯარიმა და მოგეხსენებათ, რომ სანქცია არის მხოლოდ ჯარიმის დაკისრება და მათ ურჩევნიათ, რომ ჯარიმები იხადონ, ვიდრე საზოგადოებისთვის, ასე ვთქვათ, საჯარო გახადონ, თუ რა პროექტებში იღებდნენ ისინი მონაწილეობას, თორე თუ კეთილშობილურ პროექტებში იღებდნენ მონაწილეობას, როგორც ასობით სხვა NGO, რომელიც დარეგისტრირდა ამ რეესტრში აბსოლუტურად უპრობლემოდ, მაშინ მათივე ინტერესში შედის, რომ ეს ყველაფერი გაასაჯარონ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ და ყოველთვის ჩვენი გუნდი ამაზე ვსაუბრობთ, როდესაც NGO ორგანიზაციებზე ვსაუბრობთ, ძალიან ბევრი NGO ორგანიზაცია არის, რომელიც მუშაობს მართლა კეთილსინდისიერად და კარგ საქმეს აკეთებს, მაგრამ სამწუხაროდ არის მრავლად ასეთი მავნებელი NGO ორგანიზაციები კოლექტიურ გიგაურებს და კოლექტიურ ლომჯარიებს რო ეძახი და სწორედ მაგიტომ სხვათა შორის ძალიან საინტერესო კანონი მივიღეთ, რაც ბატონი პრემიერის ინიციატივა იყო, როდესაც ჩვენ საგრანტო პროექტთან დაკავშირებით ვსაუბრობ, მთავრობის ქვეშ შეიქმნება ეს სტრუქტურა, 20 მილიონი ლარი იქნება წლევანდელი ბიუჯეტი ამ გრანტებისთვის, გრანტის სახით იქნება. დიახ, ისეთი NGO ორგანიზაციები, რომელიც დაამტკიცებენ იმას, რომ კარგი საქმე უნდა საქართველოსთვის, მიიღებენ გრანტს და ეს იდეა სხვათა შორის პრემიერს როდესაც დაებადა, იყო ის შემთხვევა, როდესაც აი ესეთი კარგი NGO ორგანიზაციები, ვინც მართლა არაფერში არ არიან მავნებლობაში გახვეულები, დაბულინგდნენ სერიოზულად მსხვილი NGO ორგანიზაციების მხრიდან, როდესაც იქ პეტიციაზე მიერთება ჭირდებოდა და ასე შემდეგ, ემუქრებოდნენ, რომ გავლენას იქონიებდნენ დონორზე, რომ იმ დონორს ფული აღარ ჩაერიცხა და ასე შემდეგ და მაშინ დაანონსა ბატონმა პრემიერმა თვეების წინ ეს ასე ვთქვათ პროექტი იქიდან გამომდინარე, რომ თუ ვინმე ბულინგის გამო ან იმის გამო რომ დიდარმა NGO-მ რაღაცა ტიპის გავლენა იქონია მის დონორ ორგანიზაციაზე და გადაეკეთა დაფინანსება და აღმოჩნდა ესე დღეში იმის გამო რომ იგი უბრალოდ კეთილსინდისიერია, შეუძლია აწი უკვე მიმართოს შესაბამის უწყებას და დაამტკიცოს ის რომ ეს ფული ჭირდება ჩვენ ქვეყანას და მიიღებს ამ ფულს უპრობლემოდ. მეორე უკაცრავად ბატონ ლევან, თუ კი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან თუნდაც ამერიკაში დაწყებული პროცესების გამო შეიძლება შეჩერდეს, შეფერხდეს ან არ იყოს იმ დოზით დაფინანსება საგრანტო მოცემულობისა, ამ მხრივ ამ დეფიციტს ასე ვთქვათ შეავსებს და ანუ როდესაც ბატონმა პრემიერმა ეს დაანონსა, მაგ შემთხვევაში ის მიზეზი იყო, რა მიზეზს მე ვისაუბრე, რომ ჩვენ არ მიგვეცა საშუალება, რომ დაჩაგრულიყვნენ, მოდი ესე ვთქვათ, კეთილსინდისიერი NGO ორგანიზაციები იმის გამო, რომ ისინი კეთილსინდისიერად იქცევიან, ხო? თორე ეხა უკვე ნუ რაც იკეტება ეს დაფინანსებები, თქვათ ამერიკის მხრიდან, ნუ ავტომატურად ბევრი მოყვება და უფრო მეტ ორგანიზაციას ექნება და მრავალფეროვანი გახდება, მრავალფეროვანი იქნება იმ ორგანიზაციების ჩართულობა, რომელთაც ხელმისაწვდომობა გაეზდებათ. რასაკვირველია. ეხლა თვითონ ამერიკულ ფარასთან დაკავშირებით ხომ ეს წინა სიტყვაობა მაგითომ გავაკეთე მე რომ ესე იგი ამ გამჭვირვალობის რეესში არ დარეგისტრირდნენ ეს სხვილი NGO ორგანიზაციები და ჩვენ მაქედან გამომდინარე მოგვივიდა აზრად ის რომ და გადაწყვეტილება მივიღეთ რომ უკვე სიტყვით ნათარგმნი ფარად აგვეინიცირებინა. ანუ დავაზუსტოთ თქვენი ლოგიკა, ბოდიში. თქვენ განმარტეთ რომ კანონი ამოქმედდა და დიდ ორგანიზაციებს ურჩევნიათ ჯარიმა გადაიხადონ და არ გახადონ გამჭვირვალე. არ გახადონ გამჭვირვალე. პირველად ეს ვარიაცია რომელიც გამჭვირვალობის შესახებ მივიღეთ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, არის უმარტივესი სიტყვების ფონზე და რადგან ამან ბოლომდე ვერ იმუშავა, ამიტომ ჯობია პირდაპირ ფარა დავაკოპიროთ. ერთი არის ეგ მიზეზი და მეორე მიზეზი არის ის მტკიცებულებები და ფაქტები, რაც პირდაპირ ილონ მასკის დეპარტამენტმა დადო და შესაბამისად კიდევ უფრო მეტი საფრთხე დავინახეთ და ჩვენ ვალდებულები ვართ რომ ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. ეს არის თვითონ ფარას ნაწილი. ხა მეორე კანონ პროექტი რამაც ასე ვთქვათ აჟიოტაჟი გამოიწვია ჩვენ რადიკალური ოპოზიციის მხარეს და მათ მიერ მართულ და მათ ფლობელობაში არსებულ მედია საშუალებებში ეს არის კანონი უკვე თვითონ მედიების შესახებ და ბრიტანულ ვარიაციაზე აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე ჩვენ ვერ ყდნობით ბრიტანულ მოდელს და ეს ემსახურება მხოლოდ ორ მიზეზს. პირველი მიზეზი არის ის რომ ობიექტური უნდა იყოს მედია საშუალება და მეორე არის რომ ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტი უნდა გაიზარდოს საქართველოში. ანუ ის fake news-ები, ის დეზინფორმაცია, ის ზიზღის ენა რომელიც ვრცელდება კონკრეტული მედია საშუალებებისგან ეს უნდა დასრულდეს საქართველოში და ეს პირველ რიგში ხელს უწყობს პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავებას საზოგადოებაში რაც სხვათა შორის ეუთოოდილის შუალედურ და საბოლოო ანგარიშიც მოხდა თვითონ მედიის კუთხით რომ მედია არის ერთ-ერთი მთავარი მაპროვოცირებელი იმისა რომ პოლარიზაცია იზრდება ჩვენ საზოგადოებაში შესაბამისად ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს რა თქმა უნდა და აქაც სანერვიულო არავის არ აქვს ვინც არაფერს არ იტყუება ისევე როგორც ფარას შემთხვევაში ან გამჭვირვალობის ქართული კანონის შემთხვევაში სანერვიულო არავის არ ქონდა, ვისაც დასამალი არაფერი არ აქვს,
ყოველთვის ნერვიულობენ ამ კანონებთან დაკავშირებით ის ჯგუფები, ვისაც ბევრი რაღაცა აქვს საზოგადოებისგან დასამალი და ეხლა ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი გამჭვირვალეა, ეხლა ბიუჯეტის ღია ბიუჯეტის ინდექსით შევახსენებთ ჩვენს მსმენელს, რომ საქართველოს უკვე ზედიზედ მეორე წელია იკავებს პირველ ადგილს მსოფლიოში და შესაბამისად რატომ არ უნდა იყოს NGO ორგანიზაციები გამჭვირვალე, ან რატომ უნდა ეშინოდეთ მედია კომპანიებს იმისა, რომ fake news-ები არ გაავრცელონ, ხო? ვინაიდან მათი დღის წესრიგი მთლიანად აგებული არის დეზინფორმაციაზე და რაღაცა ზიზღის კამპანიის დათესვაზე საზოგადოებაში და ფაქტობრივად ძალიან ენანებათ რომ ამ ყველაფერს შეელიონ, მაგრამ მოუწევთ, რა თქმა უნდა. სხვა ტიპის კანონებთან დაკავშირებითაც არ ვიცი თქვენ შეკითხვები გაქვთ თუ არა, ჩვენ რამდენიმე კანონი მივიღეთ, რომელიც ასევე მექნებოდა არაერთი კითხვა, მაგრამ რჩება სულ 2 წუთი, ამიტომაც თქვენ მიმოხილვით ფორმატში თუ გვეტყვის შეკითხვა და მისთვის არაფერი, მე ძირითადად დაბოლოებისკენ მიმყავდა და ძირითადად აქცენტი მინდოდა სწორედ ამ ორ კანონზე. ფარაზეც გვიპასუხეთ, ამ ბრიტანულ კანონზეც გვიპასუხეთ და გაქვთ 2 წუთი დამატებითი კომენტარისთვის. ხო, ჩვენ რა კანონებიც მივიღეთ, ან რა კანონებიც დაინიცირებულია, თავიდან ბოლომდე ყველა ემსახურება იმას, რომ კიდევ უფრო განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, არავის არ მიცვეთ საშუალება, რომ გარედან ჩაერიონ ჩვენში და საქმეებში, იქ იყო ძალიან ასე ვთქვათ, ბევრი ისაუბრეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, როდესაც ჩვენ გავამკაცრეთ კანონები ადმინისტრაციული გასუღისგების ამბავში მიმართულებით და სისხლის სამართლის მიმართულებით, რომელიც ემსახურებოდა მხოლოდ პრევენციულ ხასიათს ატარებს. ანუ, როდესაც ვინმეს კითხვა უჩნდება, რომ რატომ უნდა იჯებოდეს უფრო მკაცრად ის მოქალაქე, რომელიც ზალადობს პოლიციაზე, ან ემუქრება პოლიციელის ოჯახის წევრს, ან მაგალითად ემუქრება იგივე სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის ოჯახის წევრს და ასე შემდეგ. ეს რავი, გასაოცარი შეკითხვაა, ხო? ესე იგი, შენ პოტენციურად ამ ყველაფერს აპირებ, ხო? შესაბამისად, თუ ვინმე ამას აპირებს, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ სათანადო პასუხი უნდა გაცეს. ეს არის ერთი მიზანი, მეორე მიზანი არის, თუ ვინმე ამას აპირებს, იგი უკვე ორჯერ დაფიქრდება და რა თქმა უნდა, პრევენციული ხასიათი ექნება ამ ყველაფერს. ეს შემიძლია გითხრათ და რაღაცა კიდე ისეთი შეკითხვა გექნება თუ უფრო სიგურეში მადლობა სამწუხაროდ საეთერო დროც ამასობაში ამოგვეწურა, მგონი გადავაჭარბეთ კიდევაც. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, თქვენი პოზიციის განმარტებისთვის და თქვენი მოსაზრებების განდობისთვის. მართლაც გლობალური თვალსაზრისით რთულ ეპოქაში ვართ და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ალბათ კიდევ უფრო განსაკუთრებულად გვმართებს დაფიქრება და უფრო მეტად გაანალიზებული სწორი ნაბიჯები გადადგმა შიდა პოლიტიკურ ველზე გრადობის შესანარჩუნებლად. მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. რადიო იმედის ფენელს შევახსენებ, რომ ჩვენ საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილეს ბატონ ლევან მაჭავარიანს მასპინძლობდით. ჩვენი მასთან დიალოგი აიტვირთება რადიო იმედის Facebook გვერდზე.